მოვიდა ნამტირალები, ახალგაზრდა სასიამოვნო ქალბატონი, რომელმაც დაკარგა ცხოვრების იმედი, ფრთები ჩამოყრილი და რამე შველება ახლაო არ ვიციო, ვიყავიო სხვადასხვა ექიმებთანო, ანამნეში მოხდა ავარიაში, მარშრუტკამ საბურავით გადაუარა ხელზე, იქ იყო ღია მოტეხილობა, ეს კალპირებული კანი, რომელიც მერე დანეკროზდა და ქუთაისში გაუკეთეს ბევრი ოპერაციები, ხელი გადაარჩინეს. მაგრამ ქონდა მკვეთრი, ესე იგი, მომზიდველი კონტრაქტურა მხრის სახსარში, ძალიან უხეში ნაწიბური. მე გავსინჯე ვნახე, მე სადოქტორო დისერტაცია მაქვს მხრის სახსრის ენდოპროტეზირებაზე. ისე მოხდა, რომ მიზან მიმართულად მოვიდა ჩემთან, არ ვიცი, საიდან მოხდა ეს. და მე ვუთხარი, ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ. გამოვიწერეთ ეს ენდოპროტეზი თურქეთიდან, დაჭირდა მეორე ოპერაცია, იმიტომ რომ ეს ნაწიბურის გამო ჩავრთეთ ამ საქმეში პლასტიკური ქირურგებიც, კანიც გადავნერგეთ და ლამაზად გამოვიდა რა. მიკროავტობუსით მოვხდით ავარიაში. ძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქ ხიდში უნდა გამოვსულიყავით და კედელს შევეჯახეთ. ეს შეჯახება იმდენად დიდი დარტყმა იყო, რომ მარშრუტი უკან დაბრუნდა და მთელი ზურგის უკანა მხარე დაღმარჩი მახსოვს ყველანაირად, რომ მატარა და მახოხიალა. ეს მარშრუტი რო ამობრუნდა, ფანჯარა გავიტანე, ესე რომ ვთქვათ და ნახევარი ტანით გარეთ ვიყავი, ნახევარი შიგნით. ეს ავარია ისეთ ადგილზე მოხდა, იღბლად ხალხი იქ იყო, მოცვიდნენ, მარშრუტი ისე აიყვანეს და გამომიყვანეს, რომ მე ფაქტიურად სისხლის გუბეში ვიწექი და იქ ვინც მოვიდა, ნაცნობი ვერავინ ვერ მიცნო. ისეთ საშინელ დღეში ვიყავი. და პირველადი დახმარება გამიკეთეს ტყიბულში, უღრმესი მადლობა მერაბი ექიმს ამისათვის, რომ სისხლდენა შეაჩერა. ამის შემდეგ წამომიყვანეს მე ქუთაისში 21 დღის განმავლობაში იქ ვიწექით. საქმე იყო ჩემს სიცოცხლეზე. თავარია ჯერ ქალი გადარჩეს და ხელს მერე მივხედოთ. ესეთი იყო პასუხი. იქ გაასუფთავეს, იმიტომ რომ მინები ეხლაც მაქვს სახეში, ეხლაც მაქვს ხელში. ნახევარი ვერ ამოიღეს, იმიტომ რომ იქ ვენები დაიჭრებოდა, ისედაც სისხლიდან ვიცლებოდი, დამჭირდა სისხლი. ბევრჯერ შევწუხდი, ფაქტიურად მოვკვდი და ოჯახსაც შეატყობიეს, რომ დაიღუპაო, იყოს სამი შემთხვევა ასეთი, მაგრამ რა ვიცი, უფლისნებით და მართლა სასწაული მეორეთ მოვევლინე ამ. ექიმებმა შეატყობინეს თქვენს ახლობლებს, რომ გარდაცვალება დადგა. იყო ასეთი იგი, რომ სატელეფონო ეს არის, მართლა გარდაიცვალაო და წუხვარო, იყო ესეთი ამბები. გამიკეთეს იქ პლასტიკური ოპერაცია. მართალია იმგენმაც იხმარეს ყოველგვარი ღონერო, არ წასულიყო განგრენა და ხელი არ მოეკვეთათ. გამოვედი სახში, მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მეც მჯეროდა ყველაფრის, რომ კარგად იქნებოდა, მაგრამ გავიდა 2 თვე, ამ დროს რეაბილიტაცია მიმდინარეობდა ყველაფერი და მე ისევ ცუდად გავხდი. ისე ცუდად გავხდი, რომ სულ მწოლიარე მდგომარეობაში ვიყავი და ხელით მივლიდნენ ოჯახის წევრები. დავკარგე ყველაფრის იმედი, ყველაფრის ხალისი დავკარგე, ჩავიქნიე ხელი ცხოვრებას და შევეგუებეც, რომ მთელი ცხოვრება მე ესე უნდა დავტამჯულიყავი, მაგრამ ყავს 3 შვილი, 4 შვილიშვილი და იმგენმა წამომიყვანეს ქუთაისიდან მერე თბილისში და მოვედით ბატონ არგადი ექიმთან. ის არა მარტო ქირურგია, ის არის ადამიანი, რომელიც მე ისე მომიდგა, ისე მიმიღო, ისე მომეფერა და ისე ხელი მომკიდა, რომ მე ჩავთვალე უკვე ოპერაცია გაკეთებული მქონდა და ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო. დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი, იმიტომ რომ მაპატიეთ, მაგრამ ორჯერ ჩუმად ვცადე მე თავის მოკლა. იმიტომ რომ მე ძალიან ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც. მე უნდა ვთქვა, რომ ცხოვრებაში მართლა ხდება სასწაულები და ჩვენ ქვეყანაში არიან ისეთი ადამიანები და ესეთი პროფესიონალები, ეს არის არკადი ექიმი. მე მისი მადლიერი ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.